მე შეიძლება ცოტა არეულად ვილაპარაკო, რისთვისაც ბოდის მოგიხდით, იმიტომ რომ ჩემ პროფესიის ნაწილია, რომ როცა მსახიობს რაღაცას უხსნი, რაც უფრო ურთიერთ გამომრიცხავ რამეს ეუბნები, იმდენად ჭკვიანი გონი ხარ და ამიტომ და ერთ-ერთი მკაფიო მოგონება მაქვს პირველ დღეს, როდესაც პედაგოგი მივიდა ცელგბავშთან, რომელიც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი იყო და თავზე, ასე ვთქვათ, ორივე ხელით გალახა და მერე რომ მოდიოდა აი მერხიდან ხელები გაიწმინდა და მახსოვს ეს ჩემი პირველი შოკი იყო და შეხება, ასე ვთქვათ, აი საბჭოთა აზროვნების სტილთან. თურმე ადამიანები იმიტომ გაურბიან ურთიერთობას ან ერიდებიან, ასე ვთქვათ, ასაკოვან ადამიანებთან, რომ ის ახსენებს მათ, რომ თქვენ მალე ჩემს მდგომარეობაში აღმოჩნდებით. არა, რწმენის ნაკლებობა არ არის. საერთოდ მთაში ისეთი მყარი ათეისტებიც ძალიან ისე აქტიურ და მხურვალე ლოცვას იწყებენ ხოლმე. რეალურად ეს ფოტოგრაფია არის რაღაცა ჩვენი ვიზუალური მახსოვრობა და ისეთი მახსოვრობა გვაქვს, რომ ისეთ ბევრ რამეებს ვივიწყებთ, ძალიან მალე ვივიწყებთ. შეიძლება ერთ დღეში დავივიწყოთ რაღაცები. ფოტოგრაფია არის, რაც არ გავიწყებს, გაიძულებს, რომ ეს ყველაფერი გახსოვდეს. ჩაის თემა TV11-ზე.